ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. Როგორც იქნა დაგვიდგა გაზაფხული 20-25 წლის სეზონიც მოდის უკვე. Რა თქმა უნდა, რომ დავიწყეთ ძალიან აქტიურად უკვე გამოსვლა და 1000 გიჟობის კეთება და რა არის ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი. Რა თქმა უნდა, ვიყოთ უსაფრთხოდ და ჩავიცვათ ეკიპირება. ასე რომ გადავწყვეტეთ მოვიაროთ დღეს ეკიპირების სხვადასხვა მაღაზიები და ვნახოთ თუ რა პროდუქცია აქვთ ამა თუ იმ მაღაზიაში, რა ბიუჯეტებში ჩავჯდებით, ჩვენ გადავიღებთ როგორც დაბალ ბიუჯეტურ ეკიპირებას, ასევე მაღალ ბიუჯეტურ ეკიპირებას. თქვენ შეგიძლიათ მე უკვე გააკეთოთ არჩევანი, სად რა მოდელს შეიძენთ, რა ფასში, ეს ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ კი თქვენ მაგივრად ავდგებით და შემოვივლით სხვადასხვა მოტო ეკიპირების მაღაზიებს. ასე რომ დარჩით ჩვენთან, გამოვყევით, არინანებთ, ძალიან ბევრ კარგი ინფორმაციას გაიგებთ ჩვენგან. ახლა მოვიდით საგარელის 53 ნომერში, Fratello Moto-ში, შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რა პროდუქცია დაგხვდება ამ მაღაზიაში. მაყურებელთა დიდი თხოვნის გამო გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ როგორც ყველაზე ბიუჯეტური ეკიპირება, ასევე ყველაზე ძვირადღირებული. ეხლა კი შევუდგეთ უკვე ეს ვთქვათ მოძრაობას, დათვალიერებას, ავარჩიოთ ეკიპირება და ნელ-ნელა შევიკაზმოთ. ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება უმშვენიერესი თაკო. გამარჯობა თაკო. მოგესალმებით. გადავინაცვლოთ და შევარჩიოთ ბიუჯეტური ვარიანტი. კი, ჯერ დავიწყოთ ბიუჯეტური ვარიანტით. გადმოვინაცვლეთ ჩაფხუტების სექციაში და თუ შეიძლება თაკო რო აგვიხსნა, რომელი ჩაფხუტები არის ყველაზე ბიუჯეტური, რომელი საშუალო ფასი და რომელი ყველაზე ძვირიანები, რომელიც ჩემი საყვარელია. კარგი. დავიწყოთ ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტებით, რომელიც გვიდავს პირველ რიგში FF353 Rapid, ფასი იწყება 310 ლარიდან. შემდეგ ბიუჯეტურ ვარიანტებში მოდის Scorpionis ეს მოდელები 380, 400 ლარი მერყეობს და მათ შორის განსხვავება არაფერი არ არის, უბრალოდ ბრენდი Scorpioni LS2. მხოლოდ განსხვავება ეს არის, სერტიფიკატი ერთი და იგივე აქვს, ევროპის დაცვის სერტიფიკატი, ისე 2206. რაც შეეხება საშუალო ბიუჯეტს, რომელიც საკმაოდ კარგი მოდელებია, არის FF800-ები, აი მთლიანად ეს რიგი არის FF800, რომელიც არის სათვალით და მოყვება ასევე პინლოკი. საშუალოში შეიძლება ჩაითვალოს ასევე აი ეს Scorpioni EXO 491, სულ ბოლომდე არის მხოლოდ სათვალით, სხვათა შორის ახლა ფასდაკლება გვაქვს ამ მოდელებზე და რამდენიმე FF800-ც. ხოლო მაღალ კატეგორიას რაც შეეხება, მაღალი კატეგორია გვიდევს აი აქ მთლიანად ზევით. ესენი არის RR-ები, ჩვეულებრივი თუ კარბონის და FF805 ზანდერები, ასევე MotoGP-ის მოდელებიც, ესეთი GP აეროები, ახალი ვარიანტები. ახლა გადავინაცვლოთ ქურთუკებში და ქურთუკებზეც რაღაც 1-2 წუთი რო აგვიხსნათ და აქედანაც შევეცდები რომ რაღაცები ავარჩიო. მე უკვე ჩემი გემოვნებით. ქურთუკები როგორც ხედავთ იწყება ტყავის ვარიანტებით, გვაქვს Richas ბრენდის უმაღლესი ხარისხის ტყავის ქურთუკები და ასევე შარულები, ანუ ეს ერთმანეთს ერგება, ერთ და იგივე მოდელებია. გვაქვს LS2-ის ესეთი ნაჭრის ვარიანტები ზამთრის კონკრეტულად და გვაქვს 4 სეზონი, რომელიც ზაფხულშიც მიდის და ზამთარშიც და გვაქვს კონკრეტულად ზაფხულის ვარიანტები. ფასებში დიდი და ბევრი განსხვავება არ არის LS2-ს რაც შეეხება, ხოლო Richas-ზე არის, Richa არის შედარებით მაღალ ბიუჯეტური, LS2-ში კი ბიუჯეტურ ვარიანტშიც გამოვალთ, ზაფხულში 350 ლარით შეგვიძლია შევიძინოთ ქურთუკი. 4 სეზონის ვარიანტები 520 ლარად, ხოლო აი ზამთარი 520-560 სადღაც ეს ბიუჯეტში მერყეობს და ტყავს რაც შეეხება, ტყავი არის 1000-დან ზევით. ეხა უფრო მე მგონი აი ზაფხულის თემატიკა უფრო აქტუალური იქნება, იმიტომ რომ ძალიან დაცხა და ამაშიც კი გვცხელა ხოლმე და უფრო აი ესეთი თხელი და ისეთი ქურთუკები უფრო გვიზიდავს ხოლმე ზაფხულში, რომელიც ჰაერს უფრო მეტად ატარებს. კარგი, ახლა გადავინაცვლოთ ჩემს საყვარელ სექციაში, იმიტომ რომ ხელთათმანების გარეშე მოტოციკლებს ვერ ვატარებ. ქურთუკი შეიძლება არ ჩავიცვა ხოლმე, შარვალი შეიძლება არ მეცვას, მაგრამ ხელთათმანი ხელზე თუ არ მიკეთია, всё, აი რაღაც კავშირს კარგავ მოტოციკლებთან, ასე რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი ხელთათმანს და აქაც რო აგვიხსნათ 1-2 წუთით რა შეგვიძლია რომ შევიძინოთ. ხელთათმანის ვარიანტები გვაქვს ძალიან კარგი. ზაფხულის, აი დაახლოებით ეხლანდელ სეზონს და ზაფხულსაც რომ მოერგება ისეთი, აი ეს სამი ვარიანტი, ესეც ფასი არის საკმაოდ მისაღები ჩემი აზრით, 130 ლარად, აქვს საკმაოდ კარგი დაცვა, როგორც წინ ასევე უკან, აი აქ, რასაც ეძებს ყველა ბაიკერი, უმეტესწილად. გვაქვს ასევე თხელი ვარიანტები, ესეთი 60 ლარად, 140 და შემდეგ უკვე კარბონის დაცვით, ტყავები, ზამთარი ახლა აღარ დაგჭირდება.
ჩვენ ყველა ხელთათმანს აქვს თაჩი. ხოლო აი ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გეკომფორტულებათ მყარი და ტყავის თუ ნაჭრის. ანუ ეს შედარება. ნუ რა თქმა უნდა რომ მე აქ დაცვას რა თქმა უნდა ეხლა თქვენც დააკვირდებით რომ აქაც აქვს, აქაც და კარბონის დაცვა რა თქმა უნდა საუკეთესოა, მაგრამ ჩემი აზრით ბიუჯეტურ ვარიანტში ესეც ძალიან კომფორტულია და ესეც, ხოლო შედარებით მაღალ ბიუჯეტში თუ ვეძებთ, უკვე ეს ვარიანტები საუკეთესოა. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გვეცვას კარგი და ხარისხიანი ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ღმერთ მარკნას და რამე თუ მოგვია მოტოციკლეტზე, ერთ-ერთი პირველი იქნება ფეხი, რომელიც ასფალტს მოხვდება და აუცილებელი არის რომ გამძლე ფეხსაცმელი გვეცვას, რომელიც იმ წამსვე არ დაიხევა და ჩვენი კანი არ იქნება შეხებაში ასფალტთან. ასე რომ თუ შეგიძლიათ გვანახოთ ფეხსაცმელ, აი ესე ვთქვათ, აკრას შემოგთავაზებთ რა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ გვაქვს ქალის ვარიანტებიც, ან მარტო კაცის მოდელები არ გვაქვს. როგორც ფეხსაცმელში, ასევე ხელთათმანში და ქურთუკებში ყველგან გვაქვს ქალის ვარიანტები, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ აი ქალაქში ჩასაცმელ ფეხსაცმელს, მე გირჩევდით აი ამ მოდელებს 370 ლარიდან იწყება ფასი და 430 არის ამათი ფასი. ძალიან ბევრს არ ესმის ხოლმე რატომ უნდა იყიდოს და რატომ უნდა შეიძინოს მოტოციკლეტისთვის სპეციალური ფეხსაცმელი. თუ შეიძლება რომ ეს 1-2 სიტყვითაც ვახსენოთ, ანუ რა დაცვას გვთავაზობ სიტყვაზე, აი ეს ფეხსაცმელი რომელიც არაფრით არ განსხვავდება ეხლა ერთი შეხედვით ქალაქის ფეხსაცმელისგან. საკმაოდ კარგია რომ არ გავს ესე მოტო ფეხსაცმელს, არა და დაცვა აქვს. დაცვა აქვს წინ თითები, მთლიანად ტერფი, ქუსლი და კოჭი. შვენია, რომ კოჭებში არ გადატყდებით ამ ფეხსაცმელს თუ ჩაიცვალთ და დანარჩენი უგებით თუ დასხდებით მოტოციკლეტზე, საუბრობთ კოჭებშიც გადატყდებით. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მე ჩემი გემოვნებით ეს შემოვლილი და ბიუჯეტურ ვარიანტებსაც ავარჩევ და რა თქმა უნდა ავარჩევ უფრო მაღალი ხარისხის, უფრო მაღალი დაცვის ეკიპირებასაც, რომელსაც ნუ რა თქმა უნდა შესაბამისი ფასიც აქვს. მოკლედ ავარჩიე ჩემი გემოვნებით ბიუჯეტური ეკიპირებაც და შედარებით უფრო მაღალხარისხიანი და რა თქმა უნდა მაღალფასიანი ეკიპირებაც. მოდი დავიწყოთ ბიუჯეტური ეკიპირებით. ავარჩიე აი ესეთი ჩაფხუტი, რომლის ფასიც არის 310 ლარი. აი ესეთი ძალიან სადა და ისეთი კოხტა ხელთათმანები, რომლის ფასიც სულ რაღაც 130 ლარი არის. ზაფხულის ქურთუკი, რომელშიც არ გავოფლიანდებით და არ დაგჭირდება აქს ეფექტები და დეზოდორები ძალიან დიდი რაოდენობით. ამის ფასი არის 350 ლარი და ფეხსაცმელი, რომლითაც შეგვიძლია რომ ძალიან უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი ჩვენს მოტოციკლეტზე. ამის ფასი არის 370 ლარი. რაც შეეხება შარვალს, ეს შარვალი იმდენად მომეწონა იმის გამო რომ ძალიან არ ეთყობა რომ მოტოციკლეტიდან ხარ გადმოსული და რაღაც ესე ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად ძალიან კომფორტული არის. ორივე იმაში რა ქვია, ორივე ბიუჯეტში ჩავსვით აი ეს შარვალი, რომლის ღირებულებაც 410 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მაღალ ბიუჯეტურ ეკიპირებას, რა ბიუჯეტიც არ უნდა გქონდეს ამ ჩაფხუტს, აი დიდი სიამოვნებით ვიყიდი, 2-3 თვეში მშილები და აი ამ ჩაფხუტს ვიყიდი რა. იმიტომ რომ ძალიან დახვეწილი ვიზუალი აქვს, რა თქმა უნდა შესაბამისია მისი დაცვაც და ნუ აეროდინამიკაზე აღარ ვსაუბრობ. ამ ჩაფხუტის ღირებულება არის 2010 ლარი. ხელთათმანები ავარჩია ესეთი კარბონის დაცვით და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს ხელთათმანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ხელთათმანის ღირებულება შეადგენს 250 ლარს. რაც შეეხება ფეხსაცმელს, რაღაცა ისეთი ვანსების სტილში არის. ამ ფეხსაცმელით ნამდვილად არ შეგვეტყობა რომ მოტოციკლეტზე ვიჯექით რამდენიმე წამის წინ და ალბათ უცხოთვალი ვერც მიხვდება რომ ეს ფეხსაცმელი მოტოციკლეტისა, რაც ჩემთვის დამატებით ძალიან დიდი პლუსი არის, ესე რომ ვთქვათ. ამ ფეხსაცმელის ღირებულება არის 430 ლარი. აი ესეთი ბრუტალური, ისეთი დახვეწილი ქურთუკი ავარჩიეთ. ამ ქურთუკის ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 520 ლარს. ჩემ თვალს არ გამორჩენია სხვათა შორის დაკითენ ისე ვერ წავიდოდი რომ ეს აუდიო სისტემა არ მენახა და ამის შესახებ 1-2 სიტყვით არ მეთქო თქვენთვის. როგორც გავიგე, ფრატელო არის ოფიციალური წარმომადგენელი კარდოს სისტემის, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ ძალიან ბევრი დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი საუკეთესო აუდიო სისტემა არის ბაიკერებისთვის კარდო. და ხო, აი ესეც არ გამომრჩა რა. აი თუ შეიძენთ 100 ლარიან ჩაფხუტს, რომელიც რაღაც ჯგუფებში იდება ხოლმე ესე ჩინური
ეს ვიზუალი ექნება ზუსტად თქვენს თავის ქალას. ასე რომ არ დაინანოთ თანხა და გადაიხადეთ აუცილებლად ხარისხიან ეკიპირებაში, რომ იყოთ მაქსიმალურად დაცულები და თქვენი თავის ქალა ესეთი ვიზუალის არ იყოს და მე შეიძლება თქვენი თავის ქალაც აი აქ ეს სადღაც ჩამოვკიდოთ კოფეინის შესასრულებთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ფრატელო მოტოს, ასევე თაკო შენ ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ატანისთვის და გაძლევისთვის. გადავალთ ახლა შემდეგ ეკიპირების მაღაზიაში და შემოგიერთდებით იქიდან. ასე რომ გამოწვევთ. ჩვენ ვიმყოფებით რბოლაში და სანამ შიგნით შევალთ და დავათვალიერებთ რა პროდუქცია არის, იქამდე გეტყვით რომ ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ლოკაცია, გადაინაცვლებს ახალ ლოკაციაზე და ამის შესახებ ინფორმაციას რა თქმა უნდა თვითონ რბოლაც მოგაწვდის და იმედია რომ ჩვენც ამის შესახებ გეტყვით. არ შემიძლია არ აღვნიშნო აი ეს მოტოციკლეტი, რომელიც დაგხვდებათ აქ მოსვლისას და ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ამ მოტოციკლეტს გავათამაშებთ ჩვენს 5000 გაუმწერზე. ხო ნიკა, პრეტენზია ხო არ გექნება მაგასთან დაკავშირებით. ნიკა ნება დავხვდო, ჩუმად არის, ასე რომ დუმილი თანხმობის ნიშანი არის. შევიდეთ ახლა შიგნით და იაქტიურეთ, რომ ეს მოტოციკლეტი გახდეს თქვენი. आज को ტრადიციის ამბებს შემოგთავაზებთ და შედარებით ბიუჯეტურ ეკიპირებას და ასევე მაღალი ბიუჯეტურ ეკიპირებასაც რის შერჩევაც დაგვეხმარება ნიკა. სალამ ნიკა. თუ შეიძლება რომ აი გაგვარკვიო რა ბიუჯეტი შევძლებთ ჩაფხუტების შეძენას, დავიწყოთ ქვევიდან და ავყვეთ მაღალ ესე იგი გვაქვს ბიუჯეტური კლასის ჩაფხუტები. დაახლოებით 200 ლარიდან იწყება ამ ეტაპზე და ადის 350-400 ლარამდე, რომელიც ამ რიგში არის ქვედა რიგში. კი ბატონო. და ასევე გვაქვს უფრო მაღალ ბიუჯეტური ჩაფხუტები, საშუალოდ 400 ლარიდან იწყება და ადის 1200-1400 ლარამდე. ეგ მინდა მე. შეიძლება. გვაჩქეს ჩაფხუტი მეგობრებო, ძალიან მალე დამთავრდა აქ ვიდეო, მივდივართ სახლებში, всё, მაყოფილია ყველა. რა ბრენდის ჩაფხუტები შეგვიძლია რომ ნახოთ ამ მაღაზიაში? და თუ შეგიძლია გითხრა ერთ-ერთი ტყვით დაცვის სერტიფიკატებზეც, იმიტომ რომ ნუ ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოებაც რა თქმა უნდა. მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ CGM-ის ბიუჯეტური კლასის ჩაფხუტები, ასევე შეგვიძლია გაჩვენოთ Shark-ის პრემიუმ კლასის ჩაფხუტები და Shark-თან ერთად ასევე გვაქვს Nolan-ის ჩაფხუტები. ეს ორი აღნიშნული ბრენდი იტალიაში არის დამზადებული, უბრალოდ Nolan იტალიაში არის დამზადებული, Shark-ი საფრანგეთში, ხოლო CGM-ი უკვე შედარებით ბიუჯეტური კლასის ბრენდი არის. ამ მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ moto, mopedis, max scooteris და ყველა ურბანული ტრანსპორტის აქსესუარები და ეკიპირება. შვენიერ. ასევე წინაზე ვთქვი და ეხლა ვიტყვი, რომ ხელთათმანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხელთმანებზეც რო გითხრა 1-2 სიტყვით, რა ტიპის ხელთათმანები შეგვიძლია რომ შევიძინოთ რბოლაში და მე პირდაპირ ვიტყვი რეკომენდაციას გიწევთ, იმიტომ რომ ჩემს ყველა მეგობარს რბოლაში ვუშვებ ხოლმე ხელთათმანებზე რა. ძალიან კომფორტული არის და 1-2 სიტყვით აი ამაზეც რო გითხრა რა. ხელთათმანებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე Fury-განის ბრენდის ხელთათმანები გვაქვს. Fury-განი გახლავთ ფრანგული ბრენდი, საფრანგეთში არის ხელთათმანები შეკერილი. ამ ეტაპზე ყველაზე კარგი ვარიანტი ზაფხულისთვის გვაქვს Fury-განის jet ვერსიები. ესეთი ხელთათმანი არის, ნაჭრის ხელთათმანია, აქვს D3-ო დაცვა, რომელიც ძალიან კომფორტულია ყოველდღიურ გამოყენებაში. რბილია, დამყოლია და დარტყმაზე და ინფექტზე მყარდება რა. ხო, ამაზე აუცილებლად კიდე გავამოხმარებ ყურადღებას ამ დაცვაზე, ძალიან კიდევ Fury-განის ტყავის ვერსიებიც გვაქვს, თხის ტყავით არის გაკეთებული, ასევე D3-ო დაცვა აქვს. და შედარებით კომფორტული არის, რადგან თხის ტყავი ძალიან რბილი არის და ყოველდღიურ გამოყენებაში ხელზე ძალიან კომფორტულია მაგ მხრივ რა. რომელია ბიუჯეტური მოდელები და შედარებით მაღალი ბიუჯეტური. ყველაზე ბიუჯეტური ამ ეტაპზე გვაქვს 135 ლარიანი. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს გვაქვს ყველაზე ბიუჯეტური რა. კი ბატონო. ეს ხელთათმანი და შედარებით ყველაზე მაღალ ბიუჯეტური გვაქვს, ეს არის ბიზონის ტყავით გაკეთებული. ესეც Fury-განი არის. ბიზონი ეგეცოდება. ეს ღირს 170 ლარი ღირს ეს ხელთათმანი. კომენტარებში არაფერი დაწეროთ ვეგანებმა და მსგავსმა ხალხმა რა. ეს ისა ქარხანაში გამოყვანილი ბიზონი იყო, რამე არის ფიქრობ. სახლის ბიზონია რა, ანუ ეს. გაგადილებია. და ესეც D3-ო დაცვით არის პარალელურად რა. D3-ო დაცვა აქვს ბიზონის ტყავთან ერთად. შვენიერი, ამას გავითვალისწინებთ დაუცილებლად. არჩევის დროს დაგვეხმარება ნიკაც ამ ყველაფერში. მაინტერესებს ასევე ქურთუკები, იმიტომ რომ ნუ ზაფხული მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც გრილი ქურთუკი გვეცვას თან მაქსიმალური დაცვით.
ქურთუკებს რაც შეეხება, გვაქვს ძალიან მაგარი რაღაცა რა, რომელიც ესეთი მოსაცმელია, რომელიც გავს ქურთუკს რა, არის მთლიანი ბადე, აქვს მკერდის, ხრების, იდაყვების და ხერხემლის დაცვა, რომელიც მოყვება ეს ყველა ერთად. ხერხემლის დაცვა დევს? აი სხვადასხვა ეგარი ძალიან მაგარი რაღაც რა. ანუ რა ქურთუკიც მინახავს, არც ერთში არ დევს ხოლმე ხერხემალი რა. მოყვება ეს დაცვები. ასევე გასათვალისწინებელია რომ აქვს D3-ო დაცვა. ყველა დაცვა არის D3-ო მასალით გაკეთებული. ზურგის დამცავი ყველაფერი D3 არის. და level 2 არის ზურგი, level 1 არის უკვე სხვა პერიფერიები რა. ესეთი ვარიანტი არის ზაფხულში ერთი. ასევე კიდევ გვაქვს ნასვრეტებიანი ქურთუკი. მსგავსი. ესეთი რაღაც რა. ხო ეს უფრო რაღაც ბრუტალური ვიზუალი აქვს. ხრების და იდაყვების დაცვა აქვს, ხერხემლის დაცვა არ გვაქვს. ნუ ჯიბე გვაქვს ხერხემლის. ხო, მაგრამ გვაქვს როგორც აი აქ უყურებ ხერხემლის დამცავი ცალკე და მე ეს ტექნოლოგია ძალიან მიყვარს და ძალიან მიზიდავს ზოგადად. ხო, აი D3-ო ძალიან დღესდღეობით ძალიან უსაფრთხოების მხრივ მე მგონი რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის თუ საუკეთესო არა რა. თან ზაფხულში უმეტესად ეგ პრობლემა აქვს ხალხს რომ ეს დაცვა რო კეთია თან ქურთუკი გიოფლიანდება რა და ეს შედარებით ძალიან ბევრ ჰაერს ატარებს შესაბამისად. ვანახოთ შესაბამისად ნაკლებად დისკომფორტი არის ზაფხულში რა. კაი, წავედით. სწრაფად არ ხარ? კი. კაი. მე მოტო მყავს. დასაღები არ უკეთია და დაგეწევი. ასევე ფეხსაცმელზე მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა ვთქვა ფეხსაცმელზეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნუ ბაიკისტარებისას რა გვაქვს ფეხზე, იმიტომ რომ ხშირად შევხვედრილ ვარ ისეთ ბაიკერებს, ვისაც ისა უგები და რაღაც ბადე ფოტოსები აწვიოთ ხოლმე და ესე შუაზე აქვს ფეხი გადაღუნული რა და ღმერთ ვარქნას წავიქცეთ, რავი, რაღაც საშინელება მოხდება, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩავიცვათ ფეხზეც შესაბამისი ეკიპირება. ფეხსაცმელს რაც შეეხება, აქაც ფიურიგანი გვაქვს. გვაქვს ძალიან საყვარელი გოგოებისთვის ქალების მოდელი, ეს ორი არის ქალების მოდელი. ამ ეტაპზე 350 ლარი ყის ყველა ფეხსაცმელი აქ რაც დევს რა და მამაკაცების მოდელი გვაქვს. სხვა შორის ყველაზე დიდი პლუსი რა აქვს ამ ფეხსაცმელს D3-ო მასალითაა ყველა დაცვა გაკეთებული. D3-ო რბილი და კომფორტულია. და ფეხსაცმელში ეგ ძალიან ასწორებს, რომ როდესაც დადიხარ, აი კინებში არ ხარ რა, კომფორტში დადიხარ რა. მე მაქვს ფიურიგანის ეს მოდელი რა და ძალიან კომფორტული არის მაგხრი. ხო, აი მე ხარ კინები მიკეთია და აი ეგ მინუსია რა. ცოტა ისეთი დისკომფორტი აქვს რა. ეხლა ჩვენ ავარჩევთ ეკიპირებებს და აუცილებლად განახებთ შედარებით დაბალ ბიუჯეტიან ეკიპირებას, რაც შევძლებთ რომ მთლიანად ჩავიცვათ და რაფაში ჩავეტევით და ასევე მაღალ ბიუჯეტურად რაც შემოგთავაზებთ. ბარემ ერთ რაღაცასაც ვიზამ, რადგან ხელთათმანი მინდა ვომითხარი, ბოლასგან ამ ხელთათმანს ძალიან დიდი მადლობა. ბოლასგან ამ ხელთათმანს გაჩუქებთ. ძალიან დიდი მადლობა. გადამეხატოს და წარმატებით გაგრძელებინოს შენი საქმიანობა და ძალუძოს რასაც აკეთებთ რა. ძალიან დიდი მადლობა. და მოგეწონება. რა ვიცი, ეს თავიდან ჩავწეროთ ვიდეო უფრო მეტი რო ვაკოთ თუ შეიძლება. ხო, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან დიდი მადლობა კიდევ. ხო, რავი, რადგან ესე ძალიან მოგეწონა, ივედია კარგად გამოიყენებ და რავი, არც არ დაგჭირებოდეს მაგის დაცვა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ბაიკი დამიზიანდება მაგ დროს და არ მინდა რომ ბაიკი დამიზიანდეს, თორემ მე შევხორცდება რა. კი, ეს განთავდა, ეგ პასტოს ვერ გამთელებ, თორე კანი. კი, ეგრე არის. ვაუ. ეხა ისე ვარ რა. სო ავიბენი უკეთილი საჩუქარი თქვენგან რა. გავალ მოწევ დამშვიდები დავწყარდები და მე გავაგზავნებთ გადაღებას. მოკლედ ავარჩიე ეკიპირება, როგორც დაბალ ბიუჯეტური, ასევე მაღალ ბიუჯეტური და ძალიან დიდი მადლობა ნიკას რომ დაგოხმარა ამ ეკიპირებების შერჩევაში. ფეხსაცმელი იმიტომ მიჭირავს ესე განცალკევებით, რომ ფასდაკლებიდან გამომდინარე ყველა ფეხსაცმელს აქვს ამ ეტაპზე ერთი და იგივე ფასი. ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ, არჩიოთ და შეიძინოთ ეს ფეხსაცმელები თქვენი გემოვნებით. ასევე შარვალი, ჩაფხუტი, ქურთუკი, ხელთათმანი და საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ამ მაღაზიაში ცოტა არ იყოს გავოცდით, იმიტომ რომ გაგვიჭირდა ძალიან ბიუჯეტურის და მაღალ ბიუჯეტური ფასების ასე ვთქვათ შედარება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერზე დაგხვდა ფასდაკლებები და თან ისეთი ფასდაკლებები დაგხვდა რომ მაღალ ბიუჯეტურიც მე მგონი რა ვიცი ეს დაბალ ბიუჯეტურში გადის ფასის მიხედვით რა და იჩქარეთ მობრძანდით შეიძინეთ ეს ეკიპირებები და იყავით ბედნიერები ისეთივე ბედნიერები როგორც მე ვარ დღეს და გამობედნიერეს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი გადავინაცვლებთ შემდეგი მოტო ეკიპირების მაღაზიაში ასე რომ გამოვყევით და ერთად ვნახოთ რა ეკიპირება დაგხვდება იქ.
მიხედავთ ახლა უკვე ვიმყოფებით ჩვენ პიტსტოპ მოტოში, ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობ ადგილას. შევიდეთ, დავათვალიეროთ, ვნახოთ რა ეკიპირებაა, რა ფასებში შეგვიძლია რომ პიტსტოპ მოტოში გავიზმანოთ, აღვიჭუროთ და დავათვალიეროთ ერთად. შემოგთავაზებთ პიტსტოპ მოტოში თუ რა ეკიპირებები არის, ვნახავთ ამ ყველაფერს, გავიგებთ თუ რა ბიუჯეტში ჩავეტევით, რომ მთლიანად აღვიჭუროთ და ამ ყველაფერში დაგვეხმარება ალექსი. სალამი ალექს კიდევ ერთხელ. პირველ რიგში აი შემოდიხარ თუ არა, ეგრევე ხედავთ აქ ჩაფხუტებს და ჩაფხუტებზე რო ვისაუბროთ, რა ბიუჯეტიდან იწყება ჩაფხუტების ღირებულება და რა მაქსიმალურ ზღვარამდე ადის. ჩვენთან ჩაფხუტების ღირებულება იწყება 315 ლარიდან full face ჩაფხუტები, ხოლო half face ღია ჩაფხუტები იწყება 140 ლარიდან. მაქსიმალური ღირებულება half face-ში გვაქვს 720 ლარი, ხოლო full face-ში გვაქვს 3400 ლარი. კი ბატონო, რა ბრენდის ჩაფხუტებები შემოგაქვთ ძირითადად? ჩვენ შემოგვაქვს MT Helmets-ი, Key-White, Kabergi, Nexi, Belly, Suomi, Shoei, Arai და Achel. Ყველას დავალბიუჯეტური გვაქვს MT Helmets ეს მოდელები, გვაქვს რამოდენიმე ფერში და ყველაზე მაღალბიუჯეტური გვაქვს Arai-ის ჩაფხუტები აქეთ კედელზეა. ჩაფხუტები გვაქვს Eric 7 აი ეს მოდელები 3400 ლარი არის. ასევე ქურთუკებზე გვინდა რომ გკითხოთ, ზაფხული მოდის, ნუ ყველას გვცხელა, ეკიპირების ჩაცმა ყველას ეზარება და ამიტომ აი რაღაც აი ესეთი ვარიანტი იდეალური არის ხოლმე, როცა მოტოციკლეტს მართავ, რომ ქარმა დაგიბეროს, გაგაგრილოს და აი ზაფხულისთვის რა შეგიძლიათ რომ შემოგთავაზოთ რა. ზაფხულისთვის ქურთუკები გვაქვს Alpine Star Revit HRBC, ყველაზე ბიუჯეტური ამ ეტაპზე გვაქვს Revit-ის 490 ლარიანი ქურთუკები, რომელსაც აქვს მხრის და იდაყვის level 1 დაცვა და Alpine Star-იც ანალოგიურად level 1 დაცვით ხარი იდაყვი იგივე ფასშია 490 ლარი. და ყველაზე მაღალ ბიუჯეტური რა შეგვიძლია რომ შევიძინოთ? ყველაზე მაღალ ბიუჯეტური ზაფხულის ქურთუკებში გვაქვს Noxis მოდელები. აი აქეთ კიდია. და რას გაზო? 1590 ლარი ღირს ეს მოდელი არის საკმაოდ თხელი, ზაფხულში ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა და პლუს მოყვება ამ ქურთუკს საწვიმარი. ზურგის დამცავი უკვე ჩაყენებულია განსხვავებით სხვა მოდელებისგან, აქვს level 2 ზურგის დამცავი და მხარი იდაყვი level 1 როგორც ყველა დამჩენ ქურთუკს. ყველას რატომღაც გონია ხოლმე რომ ფეხსმელი არის მეორე ხარისხოვანი ეკიპირებაში რა. რა თქმა უნდა რომ ესე არ არის და აგერ აი მეც უყურებ ახლა იმ ფეხსაცმელს რომელიც მაცვია ფეხსაცმელებზე როგორ ხდება ძირითადად მაინტერესებს უფრო ქალაქისთვის იმიტომ რომ ძირითადად გადავადგილდებით ქალაქში და ისეთი მოდელები მაინტერესებს რომელიც თითქმის არ ჩანს და არ ეტყობა რომ მოტოციკლის ფეხსაცმელი არის რა casual როგორიცაა ქალაქის მოდელები ანუ რო გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ფეხსაცმელი ეგენი იწყება 440 ლარიდან მერყეობს სადღაც 600 ლარამდე და მე ცოტა უკვე სპორტული ფეხსაცმელი რაც გვაქვს ეგაა 680 ლარი ფორმას მოდელი გვაქვს ამ ეტაპზე დარჩენილი. ხელთათმანები ჩვენთან იწყება 150 ლარიდან ქალაქის მოდელები და მაქსიმალურ ღირებულებამდე ადის 680 ლარამდე ქალაქის მოდელები რაცაა ეს მოდელები. გვაქვს HRBC, Revit, Alpine Star, Noxis მოდელები ხელთათმანები და Scopoid-ის ძვალი რაც აღნიშნე, რასაც იცავს, მხოლოდ Noxis მოდელებს აქვს ეგეთი დამცავი არის. სრული ეკიპირება რო შევკრათ, ამ ეტაპზე ყველაფერი გავიარეთ, დაგვჭა შარვალი და შარულები რა ტიპის შარულები გვაქვს, ანუ ტყავია, სპორტულია, ჯინსია, რა ტიპის შარულები შეგვიძლია რომ ნახოთ პიტსტოპში. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ტყავის და ნაჭრის შარულები. ნაჭრის შარულები იწყება დაახლოებით 630 ლარიდან, არის 4 სეზონიანი და გვაქვს ასევე ზაფხულის მოდელები, რომელიც მეორე და იქთან მხარეს დარბაზში გვიკიდია. ხოლო ტყავის შარულები იწყება 790 ლარიდან, არის ქალაქის ვერსიები და არის ტრეკის ვერსიები, რომელსაც აქვს სლაიდერი. სლაიდერებიც მოყვება, ცალკე ყიდვა არ გვიწევს. ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ, როცა მოვცვითავთ ამას, მაგრამ თავიდან ეს მოყვება. პიტსტოპში ასევე შეგვიძლია ვნახოთ მოტოციკლეტები და ყოველთვის აღნიშნავ იმას, რომ ძალიან ალამაზებს საქაურობას ეს მოტოციკლეტები, იმიტომ რომ შემოდიხარ და ახალ-ახალი ცოცხალი მოტოციკლეტები გვხვდება აქ, ასე რომ მხოლოდ ეკიპირება არ არის ამ მაღაზიაში, აქ გვხვდებათ როგორც მოტოციკლეტები, ისევე გვხვდებათ სერვისისთვის შესაფერისი და შესაბამისი პროდუქცია.
და როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ასევე სერვისი, სადაც შეუძლიათ რომ თავიანთი მოტოციკლეტები მოხოდონ და შეაკეთონ რა. ახლა კი მოდი ავარჩიოთ ეკიპირებები და ვნახოთ რა ბიუჯეტში ჩავждებით. მოკლედ ავარჩიეთ ჩემი გემოვნებით როგორც დაბალ ბიუჯეტური, ისე შედარებით მაღალი ბიუჯეტის მქონე ეკიპირება, ხელთათმანი, რევიტი და ნოქსი. ჩაფხუტი, empty helmets-ი არ არის. ქურთუკები, რევიტი, ნოქსი. შარვალი, Alpine Stars-ი, ნოქსი. ფეხსაცმელი, ფორმა, რევიტი. დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო, ჩვენი ვიდეო დასრულს მიუახლოვდა და რაც მინდა რომ ვთქვა აუცილებლად, ეს არის ის რომ არასდროს არ დაზოგო ეკიპირებაში თანხა, არ იფიქრო რომ 100 ლარიანი ჩაფხუტი სადმე დაგიცავს, ან არ იფიქრო რომ შლოპანცებით, შორტით და შევარდნაძე მაისურით რაიმე გამოვა საერთოდ, იმიტომ რომ არავინ არ ვართ დაზღვეულები, როცა ორბორბალზე ვსხედვართ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ დღეს ძალიან პოზიტიურად დაიწყო დღე, სადაც მივედით ესე პატარ-პატარა რაღაც საჩუქრებით აგვავსეს, რბოლაშიც როგორც ვთქვით, ხელთმანები გადმოგცეს საჩუქრად, აგერ პიტსტოპშიც ჩაფხუტის მოვლის საშუალებები გადმოგცეს და ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს გვერდში დგომისთვის, ჩვენი გახარებისთვის და ესეთი რაღაცები ყოველთვის უფრო მეტ мотиваციას გვაძლევს, რომ უფრო ბევრი ვაკეთოთ და უფრო კარგი საქმეები ვაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ მაღაზიებს. თქვენ კი გირჩევთ რომ ეწვიოთ სხვადასხვა ეკიპირების მაღაზიებს და აუცილებლად შეიძინოთ ეკიპირება, რათა უფრო უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი. შეგხვდებით შემდეგ ეპიზოდში.